გამარჯობათ. ჩემს ბავშვობაში ეს იყო 80-იანი წლები. იყო ასეთი ადამიანი, თალეს შონია. ბევრი სტატია იბეჭდებოდა მის მიერ მაშინდელ გაზეთებში. და მეც ჩემი ასაკიდან, გამოუცდელობიდან და ცნობის მოყვარეობიდან გამომდინარე, ძალიან აქტიურად ვეცნობოდი მის შრომას. დღეს როგორც ვიცი, ამ საქმეს მისი ვაჟი აგრძელებს და შესაბამისად ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი უკვე მას უსმენს. მთელი მსოფლიო მომართული არის უცხოპლანეტელების მოძიების საქმეში. შვებას ეძებენ ამ საქმით, რომ თუ აღმოჩნდა, რომ ეს სამყარო უცხო ცივილიზაციებით არის სავსე და რომ თითქოს სიცოცხლე თავისთავადია, აქედან ავტომატურად გამოედინება აზრი, რომ ღმერთს არ შეუქმნია ეს ყველაფერი, რომ სიცოცხლე თავისთავადია, შესაბამისად ღმერთი არ არსებობს არც სასუფეველი და არც ჯოჯოხეთი. ეს არის ქვეტექსტი ამ ძიებისა. მთელი სამყარო ცარიელი ხომ არ იქნება, მილიარდობით სინათლის წლები, მილიარდობით პლანეტა. ნუ თუ სადმე ვინმე არ იქნებაო, თან გაიკვირვებენ ხოლმე, რომ ასეთი მარტივი რამე როგორ არ გესმითო. ადამიანს დაცემით გაუჩნდა მიზიდულობა ზღაპრების მიმართ. ადამა და ევამ რო შეხედეს აკრძალულ ნაყოფს, ოცნებებში წავიდნენ. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენ ყველანი ვიბადებით და ვისახებით ფანტაზიების მიმართ მიდრეკილებით. ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდებათ ასეთ ადამიანებს. დადგება დრო, როცა დადასტურდება, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. ეს არის რეალობა. ოღონდ ესენი არ არიან მარსიანელები. ესენი არიან სასუფეველიდან გადმოყრილი ნაგავი, დაცემული ანგელოზები. და რომ ყველაზე დიდი სიურპრიზი იქნება იმის აღმოჩენა, რომ ეს არსებები სადმე სხვა გალაქტიკაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ თურმე ეს უხილავი პიროვნებები დიდი ხანია აქ არიან, ამ პლანეტაზე ცხოვრობენ, უკვე 8000 წელი ხდება და რომ თურმე მათი მთავარი მიზანი არის თვითონ ადამიანი. უცხოპლანეტელები შემჩნეულები არიან ერთ ძალიან უცნაურ საქმეში. მათ არ აღიზიანებთ ბუდისტური ტაძრები, მეჩეთები, კათოლიკური ეკლესიები, რატომღაც ძალიან არ უყვართ მართლმადიდებელი ეკლესია. ნაკურთხი წყალი აღიზიანებთ, ლოცვების კითხვის დროს აგრესიულები ხდებიან, განსაკუთრებით ემტერებიან ღვთლებს, ბერებს. იყო ერთი ადამიანი, აი ესეთ სხვა განზომილებასთან რო აქვს ურთიერთობა. და ასეთი რამ მითხრა, ჩვეულებრივად ვცხოვრობ, არაფერი არ ხდება, მშვიდად ვარ, კარგად ვარ. საკმარისიაო, ხელში ავიღო ფსალმუნის წიგნი. მთელი ზურგი მგონია, რომ ცეცხლი მიკიდია. ისე სერიოზულად ცუდად ხდებოდა, რომ ფსალმუნებს ვეღარ კითხულობდა. გთავაზობთ ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ არამიწიური ცივილიზაციებით, სხვა განზომილებებით და ასე შემდეგ. ერთ პატარა ექსპერიმენტს. დააკვირდით, რაზე გაძლევთ ალერგიულ რეაქციას. შეხვალთ მეჩეთში არაფერი. შეხვალთ ბუდისტურ ტაძარში არაფერი. წაიკითხავთ გოეთეს, კანტს, მხატვრულ ლიტერატურას. არაფერი არ ხდება. შეხვალთ ხელოვნების გალერეაში. დაათვალიერებთ შედევრებს და შვიდად ხართ, არაფერი არ ხდება.
მაგრამ საკმარისია დაინახოთ მართლმადიდებელი მღვდელი. მონაზონი თუ ეს საერთოდ საშინელება. და მაშინვე გულში რაღაცა ხდება ხოლმე. ეკლესიის დანახვაზე რაღაცა ხდება. თითქოს მუხლები გეკვეთებათ. სახარებას მე მინახე ადამიანები, ვინც სახარებას ხელს ვერ კიდებდა. ხელში დაიჭირე მეთქი, ვერ აიღო. როგორც კი ხატებს დაინახავთ, გინდებათ რომ იჩხუბოთ, იყვიროთ, ღიზიანდებით, გინდათ რომ დალეწოთ იქაურობა. ესე იგი, თქვენ ძალიან ახლო კონტაქტები გაქვთ უცხო პლანეტელებთან. და თუ სიწმინდესთან ასეთი რეაგირება აქვს ადამიანს, წარმოვიდგინეთ რა მოხდება, როცა იესო ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი დაბრუნდება და იძულებით მოხდება ადამიანების აღდგომა მკვდრეთით, იძულებით მოხდება სამჟავროზე წაყვანა, იძულებით მოხდება მადლთან დაჯახება. ამიტომ სანამ დრო გვაქვს, დავიჯეროთ და გავაცნობიეროთ. უცხო პლანეტელები არსებობენ, ეს არის რეალობა. ოღონდ ესენი არიან სასუფევლიდან გადმოყრილი ნაგავი. ამ ნაგავს ვერ მოვიშორებთ ლოცვის და მარხვის გარეშე. აუცილებლად დაგჭირდებათ მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც თქვენ ვერ გაგიმეტებთ იმისთვის, რომ უცხო პლანეტელებმა სხვა პლანეტაზე წაგიყვანონ, ანუ ჯოჯოხეთში, რომელსაც ეყვარებით და რომელიც იზრუნებს თქვენ სულიერ განწმენდაზე, აღსარებით და ზიარებით. დააკვირდით ხოლმე, არსებობს ლიტერატურა, აი უცხო პლანეტელები რას ქადაგებენ. დააკვირდით, წაიკითხეთ. ზუსტად ის უყვართ ხოლმე, რაც ბიბლიამ აკრძალა. ზუსტად. ეს უნდა იყოს თქვენი მარკერი, რომ არასწორი გზით მიდიხართ და სანამ გზა არ დამთავრებულა, დროზე უნდა გავჩერდეთ, ჩვენი მანქანა მოვატრიალოთ და ღვთის გზაზე გადავიდეთ. ღმერთმა გაგახაროთ.